დღევანდელი დღის თემა. გამოეცხადა უფალი აბრამს და უთხრა: შენი მოდგმისთვის მიმიცია ეს ქვეყანა. იქ აუგოს სამსხვერპლო უფალს, რომელიც გამოეცხადა მას. საყვარელნო, ამჟამინდელი საკითხავი უდიდესი და გამოუთქმელი განძია და ყურადღებიან გონებას, ფხიზელ და მხნე აზროვნებას ითხოვს, რათა მოკლე სიტყვით გამოთქმული შინაარსიდან არ გაგვისყდეს რამე. კაცთმოყვარე ღმერთმა ხომ სწორედ იმისთვის ინება წერილის მთელი შინაარსი იმთავითვე, უბრალო გადაკითხვისას ადვილად გასაგები და ცხადი არ ყოფილიყო, რათა ამით ძილისგან გამოვეფხიზლებინეთ და გაძლიერებული სიფხიზლით მეტადაც გვესარგებლა მისგან. ჩვეულებრივ, რაც შრომითა და ძიებით მოიპოვება, ის მეტად ინერგება ჩვენს გონებაში, ხოლო იოლად შეძენილი მალევე მიფრინავს ჩვენი გულიდანაც და გონებიდანაც. გთხოვთ, უზრუნველობას ნუ გამოიჩენთ, არამედ გამოაღვიძეთ თქვენი აზრები და უკიდურესი ყურადღებით ჩაუღრმავდეთ წერილს, რათა იქიდან სარგებელი მოვიპოვოთ და შინ გავიყოლოთ. ეკლესია ღვთისა ერთდროულად სულიერი სავაჭროცაა და სულთა სამკურნალო ადგილიც. შესაბამისად, ჩვენ სავაჭროთ უნდა მივიდეთ, ბევრი სიკეთე შევკრიბოთ და ისე დაუბრუნდეთ სახლებში. საავადმყოფოში მოხვედრილთა მსგავსად, ჩვენ სნეულებათა შესაფერი წამალი უნდა მივიღოთ და მასთან ერთად დავტოვოთ აქაურობა. აქ იმისთვის კი არ ვიკრიბებით ყოველდღე, რომ ერთმანეთს შევხვდეთ და მერე წავით წამოვიდეთ, არამედ იმისთვის, რომ ყველა ჩვენგანმა აქ თავისთვის სასიკეთო გაიგოს რამე, მასში აღძრული ვნების სამკურნალო წამალი მიიღოს და შინ ამის შემდეგ დაბრუნდეს. ბავშვების სკოლაში გაგზავნისას მათგან ყოველდღიურად წარმატებებს ვითხოვთ და როდესაც ვნახავთ, რომ სასარგებლოს ვეღარაფერს იძენენ, ნებას არ ვრთავთ, იქ თუნდაც ერთი დღე უქმათ და ამაოდ გაატარონ. და განაუკიდურესად საკვირველი არ იქნება, რომ ჩვენ, ვინც უკვე მოზრდილ ასაკს მივაღწიეთ, ამ სულიერ სასწავლებელში სიარულისას ბავშვების დარი გულმოდგინება მაინც არ გამოვავლინოთ, თანაც ისეთ საქმეში, რომელზეც ჩვენი სულების გადარჩენაა დამოკიდებული? გთხოვთ, თითოეულმა თქვენგანმა ყოველდღიურად გაისიგრძეგანოს, რა სარგებელი შეიძინა დღევანდელი საკითხავისგან და რა მომდევნოსგან, რათა არ აღმოჩნდეს, რომ ჩვენ აქ ამაოდ და უსარგებლოდ ვიკრიბებით. ჩვენი მხრივ დროის უქმად დაკარგვაში ვერავინ დაგვადანაშაულებს, იმიტომ რომ ყველა შესაძლებლობას ვიყენებთ და რაც ჩვენზეა დამოკიდებული, ხელიდან არაფერს უშვებთ. აღთქმული სასჯელი მას ემუქრება, ვინც მრისხანებს ჩვენზე, გულმოდგინებას არ ავლენს და ამ შეგონებებით სარგებლობა არ სურს. ნახეთ, რას ამბობს მათზე, ვინც მიღებული ტალანტი დამარხა. ბოროტო მონაო და მედგარო, ჯერ იყო შენ და დადებად ვერცხლი ჩემი სავაჭროსა და მომცავედ და მოვიღე ჩემი იგი აღნადგინებით ურთ. იუდეველებზე კი ამბობს: უკვე თუმცა არა მოვედ და ვეტყოდე მათ, ცოდვა იმცა არა აქ უნდა, ხოლო აც მიზეზი არა აქვს ცოდვათა მათთათვის. თუმცა ჩვენ ახლა იმაზე კი არ ვზრუნავთ, რომ თავად გამოვიდეთ მართლები, არამედ თქვენი წინსვლა გვინდა და ვფიქრობთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბრალი არაფერში გვაქვს, ჩვენი სიხარული მაინც შემცირდება, თუ ჩვენი შრომის შესაფერ გულმოდგინებას არ გამოავლენთ. ჩვენ ხო სწორედ მაშინ ვართ ბედნიერები, როდესაც თქვენ სულიერ წინსვლას ვამჩნევთ. მართალია, მე ვიცი, რომ თქვენ ღვთისმადლით განსწავლულებს სხვათა განსწავლად შეგიძლიათ. მაგრამ მე, ნეტარი პავლეს მსგავსად, მაინც შეგახსენებთ და თქვენს მოშურნეობასა და გულმოდგინებას წავაქეზებ, მუდამ ამას მოგიწოდებთ, რათა თქვენ ყოველივეში სრულყოფილებას მისცდეთ. თქვენ რომ აქ ასეთი გულმოდგინებით მოდიხართ და სულიერი განსწავლის ასეთ დაუცხრომელ სურვილს ამჟღავნებთ, ფიქრობ, ცოტას არ ამბობს თქვენს წარმატებაზე ღვთისათნოყოფის საქმეში. და როგორც ხორციელი საკვებისადმი აღძრული მადამ მეტყველებს ხორციელ სიჯანსაღეზე, ასევე სულიერი დამოწვრის მოსმენის სურვილი თქვენი სულიერი სისაღის აშკარა მოწმობაა. ამიტომაცაა, რომ მე, რამდენადაც ვიცი თქვენი გულმოდგინება, მესმის, რომ რაც უნდა განვავრცოს სწავლება, მაინც ვერ შევძლებ ბოლომდე დავაკმაყოფილო თქვენი მოთხოვნილება სულიერი საკვების მიმართ, მაგრამ მე მაინც არ დავაკლებთ ცდას და რასაც ღვთისმადლით შევძლებ, ყოველდღიურად იმას შემოგთავაზებთ და ჩვენს გონებას საღვთო წერილის სწავლებით ავავსებ. ასე რომ, ახლა ვევედროთ კაცთმოყვარე ღმერთს, რომ მან ჩვენი ენა კეთილად წარმართოს იმის მისაგნებად, რასაც ვეძიებთ და შემოგთავაზებთ ჩვეულებრივ სწავლებას, წინ და წინ კი თქვენ სიყვარულს საკითხავს განუმარტავთ. ნათქვამია: გამოეცხადა უფალი აბრამს და უთხრა: განა მართალი არ ვიყავი, როდესაც ვამბობდი, ამ მოკლე სიტყვებში უდიდესი განძია მეთქი დაფარული? აი ახლა უცნაურად და ახლებურად წარმოგვიდგება ამ სიტყვების დასაწყისი გამოეცხადა უფალი აბრამს. აქ პირველად ვხედავთ, რომ წერილი იყენებს ამ სიტყვას გამოეცხადა. ეს ცნება არ გამოუყენებია არც აბელის, არც ნოეს ისტორიის და არც ვინმე სხვასთან მიმართებაში. რას ნიშნავს ეს სიტყვა გამოეცხადა? განა წმინდა წერილი სხვა ადგილას არ ამბობს. შეუძლებელია ადამიანმა მე მიხილოს და ცოცხალი დარჩესო? მაშ ეხლა რაღა ვიფიქროთ, როდესაც თავად წერილი გვეუბნება, რომ ღმერთი გამოეცხადა? როგორ გამოეცხადა ის მართალს? ნუ თუ მან თავად ღმერთის არსი იხილა. არა, ღმერთმა ნუქნას ამგვარი ფიქრი, აბა რა მოხდა? ღმერთი გამოეცხადა ისე, როგორც მხოლოდ თავად ღმერთმა უწყის და როგორც მართალს შეეძლო ხილვა მისი კეთილთა მომიჭებლის, ყოვლადბზნისა და კაცთმოყვარისა კაცობრივ ბუნებამდე რომ დამტაბლდა. უფალი ჩვენი მხოლოდ მათ წინაშე გააცხადებს თავს, ვინც ამისთვის ღირსეულადაა მომზადებული.
ამას აჩვენებს იგი წინასწარმეტყველის საშუალებით, როდესაც ამბობს: მე ველაპარაკებოდი წინასწარმეტყველთ და მე გავამრავლე ხილვები. მაგალითად, ესაიამ იგი მჯდომარე იხილა. ასეთი მდგომარეობა კი ღვთისთვის შეუფერებელია, იმიტომ რომ ღმერთი არ ჯდება. ან როგორ შეიძლება ეს მდგომარეობა შეუფარდოთ უსხეულო არსებას, რომელმაც არ იცის დაღლა? დანიელმაც იხილა იგი როგორც ძველი დღეთა. ზაქარიამ ღმერთი სხვაგვარად იხილა, ეზეკიელმა სულ სხვაგვარად. აი რატომ თქვა ღმერთმა: მე გავამრავლე ხილვები. ანუ იგი ეცხადება სხვადასხვაგვარად თითოეულს მისი მდგომარეობის შესაბამისად. ასე ახლაც. სახიერმა ღმერთმა, რაკიღა მან თავად გამოიხმო მართალი მშობლიური მიწიდან და უცხო მიწაზე მისვლა უბრძანა ის კი, იქ მისვლის შემდეგ ადგილიდან ადგილზე მწირივით და ყარიბივით ეხეტებოდა და დასამკვიდრებლად ადგილს ეძებდა. დიახ, სახიერმა ღმერთმა, მის დასამშვიდებლად და მისი გულმოდგინების განსამტკიცებლად, რათა არ დაუძლურებულიყო და არ დაეჭვებულიყო ღვთის აღნათქვამის სიმართლეში უბრძანა: წადი და შენგან დიდ ხალხს გამოვიყვანო. სწორედ მისი სულის გასამხნევებლად ნათქვამია. გამოეცხადა უფალი აბრამს და უთხრა: შენი მოდგმისთვის მიმიცია ეს ქვეყანა. დიდებულია ეს აღთქმა და ზუსტად შეესატყვისება იმას, რითაც ღმერთმა აბრაამი მშობლიური მიწიდან გამოიხმო. მაშინ უთხრა: შენ სახელს გამადიდებო და ამჯერადაც იმავეს ამბობს. შენი მოდგმისთვის მიმიცია ეს ქვეყანა. უკვე მოხუცებული მართალი რაკიღა სარას უნაყოფობით უშვილოდ რჩებოდა, ღმერთი აღუთქვამს მას, რომ ამ მიწას მისცემს მის ძეს, რომელიც ჯერ არ დაბადებულა. ნახე კაცმოყვარება ღვთისა, როგორ სურს მას, რომ მართლის სათნოება, როგორც დაფარული მარგალიტი, ყველასგან შესამჩნევი და დასანახი გახდეს, აღთქმაზე დაურთავს და თანაც უდიდეს აღთქმებს. თუმცა ღმერთი მათ აღსრულებას აყოვნებს, რათა ამ საშუალებით განსაკუთრებულად გაცხადდეს მართლის ღვთისმოსაობა. რადგანაც ეს მართალი, თუმცა ხედავდა, რომ ჯერჯერობით ყველაფერი აღთქმის საწინააღმდეგოდ სრულდებოდა, არ შფოთავდა და სულს მერყეობას არ აკარებდა. სწამდა, რომ ღვთისგან ერთხელ აღთქმული მყარი და ურყევი იყო. მაგრამ ყველაფერს განსხვავებულად შევხედოთ, რათა ამით სახიერი ღმერთის კეთილრჩეული სიბრძნე და ზრუნვა ვიხილოთ, მართალთან დაკავშირებით რომ აჩვენა და ამასთან პატრიარქის სიყვარულიც უფლისადმი. გამოეცხადა ნათქვამია უფალი აბრამს, როგორ გამოეცხადა? ისე როგორც ეს მხოლოდ თავად ღმერთმა უწყის და როგორც პატრიარქს შეეძლო მისი დანახვა. ყოველთვის ამას გავიმეორებ. თუმცა თავად გამოცხადების სახე უცნობია ჩემთვის და მხოლოდ ის მსმენია, რასაც წერილი ამბობს. გამოეცხადა უფალი აბრამს და უთხრა: შენი მოდგმისთვის მიმიცია ეს ქვეყანა. კარგად დაიმახსოვრეთ ღვთის აღნათქვამი, რადგანაც როდესაც მართალს 1000 გვარ ხიფათში მოხვედრილს ნახავთ, მისი უდიდესი სიბრძნის, მტკიცე ვაჟკაცობის, ღვთისადმი ძლიერი და შეურყეველი სიყვარულის შეცნობა შეძლოთ. და ამ მართლის ხვედრის მიხედვით ისწავლოთ, რომ ღვთისგან მიტოვებულად არასოდეს ჩათვალოთ რომელიმე სათნომყოფელი განსაცდელში ან ცხოვრებისეულ გასაჭირში რომ ჩავარდნილა, არამედ ღვთის განგებულების მრავალფეროვნება გავიაზროთ და ყოველივე მის შეუცნობელ განგებულებას მივანდოთ. და მართლაც, თუ კი ღმერთმა დაუშვა, რომ ამ მართალს ესოდენ ღვთისმოსავსა და მორჩილების გამომხატველს ასეთი განსაცდელი მოსწეოდა და თუ როგორი ამას მცირე ხანში შეიტყობთ, თუ კი ღმერთმა დაუშვა ეს და თანაც არა იმიტომ, რომ არ უფრთხილდებოდა თავის მონას, არამედ მის სათნოებათა გამოსავლენად და მათ თქვენ შორის ვინც წერილს კითხულობს, იცის რომ ღმერთი სწორედ ამგვარად განაგებს თავისი მონების ცხოვრებას. ამიტომ ჩვენი მხრიდან უკიდურესი უგუნურება იქნება წარმოდგენა იმისა, რომ ამ განსაცდელის დაშვება ღმერთისგან ნიშანია პირიქით. ამ ყოველივეში უდიდესი მზრუნველობა და გამოუთქმელი კაცმოყვარება ჩანს. ამგვარად, თავისი განუზომელი ძლიერების გამოვლენით ღმერთი ორ რასმეს გვაჩვენებს. ის ყველას წინაშე წარმოაჩენს როგორც თავისი მონების სიმამაცესა და მოთმინებას, ასევე თავისი განგებულების კეთილრჩეულობას, რომლის მიხედვითაც ყველაზე საშინელი და უსასო მდგომარეობიდან საქმეს იქით წარმართავს, საითაც სურს ისე რომ წინააღმდეგობები არ აბრკოლებს. გამოეცხადა, იტყვის უფალი აბრამს და უთხრა: შენი მოდგმისთვის მიმიცია ეს ქვეყანა. დიდი და განსაკუთრებულად ნანატრია აღნათქვამი მართლისთვის. თქვენ იცით, როგორ სურთ შვილების ყოლა მათ, ვისაც უკვე სიბერისთვის მიუღწევიათ. განსაკუთრებით კი მათ მთელი ცხოვრება უშვილოდ რომ განვლეს. ამგვარად ღმერთი აჯილდოვებს მართალს, რა კი ის დაემორჩილა ბრძანებულს. გამოდი შენი მიწიდანო და კი არ დააყოვნა, არ გადადო, არამედ მორჩილებით აღასრულა აღთქმა და ეუბნება მას. შენი მოდგმისთვის მიმიცია ეს ქვეყანა. იხილე როგორ გაამხნევა მან ამ სიტყვით სული მართლისა და ღვაწლის შესაფერად დააჯილდოვა. ამიტომაც მართალმაც დაუყოვნებლივ მადლიერება გამოხატა. იქ აუგო სამსხვერპლო უფალს, რომელიც გამოეცხადა მას. აი, ესაა ამ სულის ღვთისმოყვარების დასტური. ღმერთთან საუბრის ადგილიც კი მან ღმერთს მიუძღვნა და ამით როგორც შეეძლო, ისე გამოხატა მადლიერება. სიტყვები. აუგო სამსხვერპლო ნიშნავს, რომ მან აღთქმისათვის მადლობა შესწირა უფალს. იმ ადამიანებივით ხშირად სახლებს რომ იშენებენ იმ ადგილებში, სადაც თავიანთ საუკეთესო მეგობრებს შეხვდნენ. ბევრი მათგანი ქალაქსაც კი აშენებს და მეგობართან შეხვედრის ნიშნად არქმევს სახელს. ასევე ამ მართალმაც, სადაც ღმერთის ხილვის ღირსი შეიქმნა,
იქ ააგო სამსხვერპლო. დაიძრა ნათქვამია იქიდან. რას ნიშნავს? დაიძრა იქიდან. გამოდის, რომ მას შემდეგ, რაც ადგილი იკურთხა და ღვთისათვის შეიწირა, აბრაამი იქიდან გადავიდა სხვა ადგილას. მთისკენ ნათქვამია ბეთილის აღმოსავლეთით და გაშალა კარავი. ანუ სახელდახელოდ მოიწყო საცხოვრებელი. აი რამდენად უცხო იყო მისთვის ყოველივე ზედმეტი. თითქოს და ცოლთან და მონებთან ერთად გამუდმებით მზად იყო გადასახლებისათვის. და ეისმინონ ეს კაცებმაც და ქალებმაც. ხშირად, როდესაც სოფლად გამგზავრებას ვაპირებთ, 1000 თავსატეხს მოვიფიქრებთ ხოლმე, 1000 გვარ ნივთზე ვზრუნავთ. არა მხოლოდ უსარგებლო, არამედ სრულიად ზედმეტ რამებს ვაგროვებთ, მხოლოდ გარეგნული ბრწყინვალებისთვის რომ გამოგვადგება და ყოველივე ეს თან მიგვაქვს. მართალი კი ასე არ იქს. მაშ როგორ? ღმერთთან საუბარს რომ ეღირსა, მას შემდეგ სამსხვერპლო აღმართა და დაუყოვნებლივ ახალ მიწაზე გადასახლდა. ისე გაშალა თავისი კარავი, რომ ბეთილის ზღვის მხარეს დასავლეთით იყო, ხოლო ანგე აღმოსავლეთით. იქ აუგო სამსხვერპლო ღმერთს და უფლის სახელი ახსენა. ნახე, ყველაფერში ღვთისმოსაობას როგორ ავლენს იგი. იქ ღვთის აღნათქვამის სახსოვრად აღმართა მან სამსხვერპლო და დატოვა ის მიწა და განერიდა. და აქაც როგორც კი მოაწყო კარავი, ნათქვამია, რომ მაშინვე იქ აუგო სამსხვერპლო ღმერთს და უფლის სახელი ახსენა. ხედავ ღვთისმოყვარე სულს, ხედავ რომ ის, რასაც შემდეგ წერდა და ქადაგებდა სამყაროს საკვირველი მასწავლებელი პავლე. ყოველსა ადგილსა აპყრობათ წმიდად ხელთა, პატრიარქმა იმთავითვე საქმით აღასრულა. ყოველსა ადგილსა სამსხვერპლო აღმართა და მადლიერება აღუვლინა უფალს. მან იცოდა, კარგად იცოდა, რომ ღმერთი თავისი აურაცხელი და გამოუთქმელი წყალობისათვის ყველაზე მეტად ამ მადლიერებასა და გულისხმიერებას ითხოვს. მაგრამ ისიც ვნახოთ თუ აქედანაც როგორ გადასახლდა მართალი. ადგა აბრაამი ნათქვამია და უდაბნოში სამხრეთისაკენ მიდიოდა ლაშქრობით. კვლავაც ნახე ამ სულის ღვთისმოყვარება და სიბრძნე. ნათქვამია, რომ ის აქედანაც წავიდა და უდაბნოში სამხრეთისაკენ გაემართა. რა წავიდა აქედან? შეიძლება ნახა, რომ აქაურ მოსახლეთაგან ზოგს არ უნდოდა მისი ახლო ყოფნა. იმისათვის, რომ ეჩვენებინა თავისი საკვირველი სიმშვიდე და ისიც თუ როგორ აფასებდა მშვიდობას და არავისთან სურდა გასაყოფი ქონოდა რამე, უდაბნოში განერიდა. ნათქვამია, უდაბნოში სამხრეთისაკენ მიდიოდა ლაშქრობით. წმინდა წერილი აქ უცნაურ გამოთქმას იყენებს. იმ გამოთქმას ჩვეულებრივ მეომართა სვლისთვის რომ გამოდგება, ამ შემთხვევაში მართალთან დაკავშირებით ამბობს, რომ ის გზას განაგრძობდა ლაშქრობით. ეს იმისათვის, რომ აჩვენოს მართლის მზადყოფნა ყველაფრისთვის. როგორც მეომრებს ძალიან ადვილად გადააქვთ ხოლმე თავიანთი ბანაკი დღეს აქ და ხვალ იქ, ასევე ეს მართალიც, თუმცა ცოლი ძმისწული და აურაცხელი მონა ახლდა, ძალიან ადვილად იცვლიდა საცხოვრის. ხედავ, რა სწრაფად იცვლის ცხოვრების ადგილსა და წესს და თან ცოლსა და ამდენ მონას იახლებს. მე განსაკუთრებულად მაოცებს მისი ცოლის ვაჟკაცობა. როდესაც დედაკაცურ უძლურებაზე ვფიქრობ და გამახსენდება, რა ადვილად იცვლიდა სარა ადგილს მართალთან ერთად, თანაც არც თვითონ მძიმდებოდა და არც აბრაამს აბრკოლებდა, მიკვირს ხოლმე და დავასკვნი, რომ იგი მსგავსად მართლისა, ამაღლებულ და ვაჟკაცურ სულს ფლობდა. ამას ყველაზე უკეთ მაშინ გავიგებთ, როდესაც ამჟამინდელი საკითხავის მომდევნო სიტყვებს ვნახავთ. ხედავ, რომ მართალმა როდესაც მოისმინა სიტყვები, შენი მოდგმისთვის მიმიცია ეს ქვეყანა, არ დამშვიდდა. არამედ აქედან იქ გადავიდა, იქიდან კიდევ იქ და მერე კიდევ სხვა ადგილას. მაგრამ აი, უდაბნოდან კვლავაც განიდევნება იგი, მაგრამ არა კაცთაგან, არამედ გაჭირვებისა და შიმშილისაგან. შიმშილობა ჩამოვარდა ქვეყანაში. ეს იმათ უნდა გაიგონონ, ვინც დაუფიქრებლად და წინ დაუხედავად ამბობენ და ამტკიცებენ, რომ ესა და ეს რომ მოვიდა, მხოლოდ მაშინ დაიწყო შიმშილობა და რომ ამისა და ამის მოსვლის დროს მოხდა მხოლოდ ასეთი რამე. აი, მართლის დროსაც ყოფილა შიმშილი, თანაც დიდი შიმშილი და მართალი არ შეუშფოთებია ამ ამბავს, კაცობრივ უძლურებას არ აღყოლია და შიმშილობა თავისი იქ ყოფნისთვის არ დაუბრალებია. არამედ, როდესაც ნახა, რომ ბუნება დაუძლურდა, ჩვეულებრივ ნაყოფს აღარ აღმოაცენებს და შიმშილი ძლიერდება. ნათქვამია, რომ წავიდა აბრამი ეგვიპტეში საცხოვრებლად, რადგან მძვინვარებდა შიმშილი ქვეყანაში. შეხე, როგორ განივრცობა მართლის საზღვრები? ღმერთმა ისე განაგო, რომ ის მარტო პალესტინის კი არა, ეგვიპტის მასწავლებლადაც ქცეულიყო და თავისი სათნოებები ყველასთან გამოევლინა. როგორც ლამპარი დაფარული და მიჩქმალული ქანაანის მიწაზე აღძრა იგი ღმერთმა იქიდან, რათა ცდომილების წყვდიათში მსხდომთათვის ჭეშმარიტი გზის წარმმართველად ქცეულიყო. მაგრამ იქნებ თქვას ვინმემ. ღმერთმა ქალდეველთა მიწის მკვიდრთათვის რა დარაქცია იგი ღვთისმოსაობის წინამძღვრადო. უნდა ვიფიქროთ, რომ მათი ხსნისათვის უფალმა სხვათა საშუალებით იზრუნა. თუმცა ისმინე რას ამბობს ქრისტე. არა არც წინაწარმეტყველი შეურაცხ გარნა სოფელსა თვისსა. ამგვარად, იმისათვის რომ მართლისთვის მიცემული აღთქმა შეასრულოს, აღთქმით. განვადიდებ შენს სახელს, მასზე შიმშილის განსაცდელს დაუშვებს. ეგვიპტისკენ წასვლას აიძულებს, რათა ამ კაცის ღვთისმოსაობის ამბავი იქაურებმაც შეიტყონ. შიმშილმა ჯალათივით შებორკა იგი და უდაბნოდან ეგვიპტისაკენ გაიტაცა. მაგრამ ბოლოს და ბოლოს ვნახოთ რა გამოვიდა აქედან და რა უბედურება ეწვია მართალს, შედეგად კი მისი ვაჟკაცობისა და მისი ცოლის სიბრძნის ამბავი შევიტყოთ. როდესაც გზა განვლეს და ეგვიპტეს მიუახლოვდნენ, მართალმა შიში იგრძნო, ის შიშობდა თავისი სიცოცხლის გამო და ცოლს დაელაპარაკა. ნათქვამია,
როცა უკვე ეგვიპტეში უნდა შესულიყო, უთხრა სარას თავის ცოლს: ვიცი, ლამაზი ქალი ხარ. ვაი თუ ისე მოხდეს, ეგვიპტელები რომ დაგინახავენ, თქვან, ამ კაცის ცოლიაო. მე მომკლავენ, შენ კი თავისთვის დაგიტოვებენ. თქვი, მისი და ვარო, რათა კარგად მომეპყრან შენი გულისთვის და შენი წყალობით გადარჩეს სული ჩემი. ამ სიტყვებიდან გამომდინარე ხედავ, რაგვარმა შფოთმა და შიშმა შეიპყრო მართალი. თუმცა სულით არ ეცემოდა და არც გადაწყვეტილებაში მერყეობდა. არც უფიქრია და არც უთქვამს. ეს რა? ნუ თუ მიგვატოვესო? ნუ თუ მოგვატყუესო? ნუ თუ ღმერთმა ჩვენზე ზრუნვა შეწყვიტაო? ღმერთმა, რომელმაც თქვა, გაგამრავლებ შენ და შენი მოდგმისთვის მიმიცია ეს ქვეყანა? ნუ თუ ჩვენი უკიდურეს საფრხეში ჩაყრა ისურვა და აშკარა უბედურებას მიგვცა? ამისთანა ფიქრებს როდი მიენდო მართალი. ახლა მხოლოდ ერთზე ზრუნავდა. შიმშილისაგან თავის დახსნის და ეგვიპტელთაგან გადარჩენის რა საშუალება მოეფიქრებინა. ვიცი, ლამაზი ქალი ხარ. ნახე, რა ლამაზია უკვე მოხუცებული მისი ცოლი. ამასაკის ქალი ჯერ კიდევ სილამაზით ყვავის სახის მშვენებად შემოუნახავს, მიუხედავად იმისა, რომ მოგზაურობისას ამდენი ტანჯვა და შრომა გადაიტანა, როდესაც ერთი ადგილიდან მეორეზე. ქალდეადან ქარანში, აქედან ქანაანში, ქანაანში კი აქეთ-იქით გადადიოდა. ახლა კი ეგვიპტეში, რომელ ძალოვან ვაჟკაცს არ წაართმევდა ძალას ამდენი გადაადგილება? ეს საკვირველი ქალი კი კვლავ სახის სილამაზით ბრწყინავს და ამით მართალს დიდ და სერიოზულ საფრთხეს უქმნის. ამიტომაც ამბობს იგი: ვიცი, ლამაზი ქალი ხარ. ვაი თუ ისე მოხდეს, ეგვიპტელები რომ დაგინახავენ, თქვან, ამ კაცის ცოლიაო. მე მომკლავენ, შენ კი თავისთვის დაგიტოვებენ, ნახე, როგორ ენდობა იგი თავისი ცოლის ზნეობას და იცის, რომ მას ქება არ მოხიბლავს. არამედ ამგვარ რჩევასაც კი აძლევს. მე რომ არ მომკლან და შენ კი საზრდო გაგიჩინონ. თქვი, მისი და ვარო, რათა კარგად მომეპყრან შენი გულისთვის და შენი წყალობით გადარჩეს სული ჩემი. ამგვარ თხოვნას აბრაამის მხრიდან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ამიტომ იგი მომდევნო სიტყვებით ცდილობს სარას დაყოლიებას, რათა სიბრალულით განაწყოს და ამ წამოწყებაში თანამონაწილეობაზე დაიყოლიოს. ვაი თუ ისე მოხდეს, ამბობს ეგვიპტელები რომ დაგინახავენ, თქვან, ამ კაცის ცოლიაო. მე მომკლავენ, შენ კი თავისთვის დაგიტოვებენ. ჯერჯერობით, რადგანაც მისი შეშინება არ სურს, არ ეუბნება უპატიოდ მოგეპყრობიანო, თანაც ღმერთის აღთქმასაც უფრთხილდება. მერე ამბობს: თქვი, მისი და ვარო, წარმოიდგინე, რა მდგომარეობაში იყო მაშინ სული მართლისა, როდესაც ცოლს ამას ურჩევდა. თქვენ იცით, რა თქმა უნდა, რომ ქმრისთვის იმაზე უარესი არაფერია, ვიდრე თუნდაც მცირე ეჭვის გაჩენა ცოლზე, ამ დროს კი ეს მართალი ყველანაირად ცდილობს, რომ რუშობა აღსრულდეს. მაგრამ საყვარელო და უფიქრებლად ნუ განსჯი მართალს და სწორედ ამ ამბავმა მისი უდიდესი გონიერება და ვაჟკაცობა უნდა შეგატყობინოს. ვაჟკაცობა იმით გამოვლინდა, რომ მან ბრწყინვალედ შეძლო, დაეთრგუნა და გადაელახა საკუთარი ზრახვები და ცოლისთვის ამგვარი რჩევა შეეთავაზებინა. ამგვარ მდგომარეობაზე უარესი ხომ არაფერია. ისმინე, რას ამბობს სოლომონი ამის თაობაზე. ეჭვიანობა ქმრის რისხვა და არ შეიბრალებს შურისგების დღეს. არ პატიობს, არ აიღებს არავითარ გამოსასყიდს, არ ინდომებს კიდეც რომ შესთავაზო უზომო ქრთამი ჯოჯოხეთივით სასტიკია შური. ჩვენ ვხედავთ, რომ ბევრი ადამიანი ამგვარ ვითარებაში ისეთ მძვინვარებამდე მისულა, რომ არა მხოლოდ სოლი არ დაუნდია მაცდუნებელთან ერთად, არამედ თავიც კი მოუკლავს. ისეთი მძვინვარია ეს ვნება და ისეთი აულაგმავია ეჭვიანობა, რომ ამ ვნებით ერთხელ შეპყრობილი ადამიანი საკუთარ სიცოცხლესაც კი აღარ დაგდებს. სწორედ ეს გვაჩვენებს მართლის ვაჟკაცობას. მისი უდიდესი კეთილგონიერება იმით გამოჩნდება, რომ ესოდენ რთულ მდგომარეობაში თითქმის მახეში გაბმული ისეთი საშუალების გამოძებნას ახერხებს, ნაკლებ ბოროტებას რომ მოიტანს. მართლაც, მას რომ ეთქვა, ეს ჩემი ცოლიაო, ის რომ დად არ გამოეცხადებინა, თავშეუკავებელი ეგვიპტელები სილამაზის გამო წაართმევდნენ სარას, თავად კი მხილების შიშით მოკლავდნენ. ამგვარად, სავარაუდოდ, ორი უბედურება აუცილებლად დაატყდებოდათ თავს ეგვიპტელთა თავშეუკავებელობისა და მათი მმართველის სისასტიკიდან გამომდინარე. ამიტომ, იმისათვის რომ ამ მძიმე ვითარებაში თუნდაც სულ მცირე შვება ნახონ, აბრაამი ამბობს: თქვი, მისი და ვარო. ამან შეიძლება გამარიდოს საფრთხეს, ხოლო შენ, ცოლი ეგონები მათ თუ და შენი სილამაზის გამო შენს თავს მაინც წამართმევენ. მაგრამ თუ იტყვი და ვარო, უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ შემთხვევაში საფრთხე მე აღარ დამემუქრება. ხედავ, რაოდენ კეთილგონიერია მართალი. როგორ იპოვა განსაცდელში ის გამოსავალი, რაც ეგვიპტელთა სიმუხთლეს გადაარჩენდა. ამ შემთხვევაშიც აქ მართლის მოთმინება და მისი ცოლის კეთილგონიერება უნდა დაინახო. მართლის მოთმინება ჩანს იმით, რომ მას არ უთქვამს: რად დამყავს ყველგან სარა, რომელიც არა თუ არას მარგებს, არამედ თავისი სილამაზით საფრთხეს მიქმნისო? რას მომიტანს მასთან ცხოვრება, როდესაც ასეთი საშიშროების წინაშე მაყენებსო? რა სიკეთეს დამაყრის, როდესაც მასთან ყოფნა ვერც ვერაფრით მანუგეშებს და პირდაპირ სიკვდილსაც მოასწავებს ჩემთვისო? მსგავსიც არაფერი უთქვამს, არც უფიქრია. ამგვარი აზრები იმ თავითვე განაგდო და ოდნავად არ დაეჭვებულა საღვთო აღთქმაში. მხოლოდ იმაზე ზრუნავდა, რამენაირად გარიდებოდა განსაცდელს. წარმოიდგინე, საყვარელო, ღვთის გამოუთქმელი მოთმინების სიმრავლე.
უფალი აქამდე არ მისულა მართალთან და არ უნუგეშებია იგი, არამედ უბედურებათა უკიდურეს გაძლიერებასა და გამრავლებას ელოდა და მხოლოდ შემდეგღა გამოავლინა თავისი მზრუნველობა. თქვი, მისი და ვარო, რათა კარგად მომეპყრან შენი გულისთვის და შენი წყალობით გადარჩეს სული ჩემი. ამას მართალი იმის გამო კი არ ამბობს, თითქოს და მისი სულის სიკვდილი იყო შესაძლებელი. ნუ გეშინინ, თქმულა მათგან, რომელთა მოსწყვიდნენ ხორცნი, ხოლო სულისა ვერ ხელეწიფების მოკლვად. არა, უბრალოდ მან ასე გამოთქვა. რათა კარგად მომეპყრან, ამბობს, შენი გულისთვის და შენი წყალობით გადარჩეს სული ჩემი. ამით ეუბნება. თქვი რომ ჩემი და ხარ, რათა მე, ვინც ქანაანში შიმშილით სიკვდილს გადავრჩი, ეგვიტელებს არ ვემსხვერპლო. ჩემს გადამრჩენელად იქეც, რათა კარგად მომეპყრან შენი გულისთვის. სიბრალულს აღძრავს ეს სიტყვები. დიდი შიშით იყო იგი შეპყრობილი თავშეუკავებელ ეგვიპტელთა გამო და იმის გამოც, რომ ჯერაც არ ძლეულიყო სიკვდილის მეუფება. აი რატომ დათანხმდა მართალი ცოლის მრუშობას და რატომაა თანახმა მონაწილეობდეს ამ ცოდვაში, ოღონდაც სიკვდილს გაექცეს. დიახ, სიკვდილს ჯერ კიდევ საშინელი სახე ჰქონდა. ჯერ კიდევ არ იყო შემოსვლილი მისი კარიბჭე, ჯერ კიდევ არ იყო დამსხვრეული მისი საწერტელი. ხედავ სიყვარულის კავშირს ცოლსა და ქმარს შორის. ხედავ, რის რჩევას ბედავს ქმარი და რა რჩევას იღებს ცოლი. ქალი არ ეწინააღმდეგება, არჩივის და ყველაფერს ქმრის განზრახულის მიხედვით ასრულებს. დაე გაიგონეს ცოლებმა და ქმრებმა და ამ ცოლ-ქმარს მიბაძონ ერთსულოვნებაში, ერთურთის სიყვარულსა და ღვთისმოსაობაში. მოშურნეობდეთ სარას სიწმინდეს, რომელიც სიბერეშიც ასეთი სილამაზით ყვაოდა და თანაც სათნოებებით მართალს უტოლდებოდა. სწორედ ამიტომაც ღვთის დიდი მზრუველობისა და ზეციური ჯილდოს ღირსი შეიქმნა. ამიტომ სილამაზეს ნურაფერს დააბრალებ და ნუ იტყვი უსაფუძვლოდ, რომ ესა და ეს სილამაზემ დაღუპაო, ამას და ამას კი უბედურების მიზეზად ექცაო. რადგანაც ამაში სილამაზეს კი არ მიუძღვის ბრალი, არა, რადგანაც ის ღვთის შექმნილია. არამედ გარყვნილ ნებას. ხომ ხედავ, რომ ეს საოცარი ქალი ყვაოდა როგორც სახის, ისე სულის სილამაზით და მაინც მართლის კვალს მიჰყვებოდა. დაე, მას ბაძავდნენ ქალები. აქ ვხედავთ სახის მშვენებას, უნაყოფობას, ხანდაზმულ ასაკს, დიდ სიმდიდრეს, ამდენ მოგზაურობასა და გადასახლებას და ხშირ და განმწყვეტელ განსაცდელს. მაინც არაფერ შეურყევია მისი გული და შეუცვლელად მყარი რჩებოდა. სწორედ ამიტომაც მიიღო ღირსეული ჯილდო თავისი მოთმინებისათვის და ღრმა სიბერეში. უნაყოფო და მკვდარი საშოდან შვაძე, რათა კარგად მომეპყრან, ამბობს, შენი გულისთვის და შენი წყალობით გადარჩეს სული ჩემი. ანუ, თავის დასახსნელად სხვა აღარაფერი დამრჩენია, გარდა იმისა, რომ შენ დამთანხმდე და თქვა, რომ ჩემი და ხარ. შეიძლება ამან განსაცდელს გადამარჩინოს და შენი წყალობით ცოცხალი დავრჩე და შენ წინაშე ყოველთვის სიცოცხლით ვიქნები ვალში. ეს სიტყვები საკმარისი აღმოჩნდა თანაგრძნობის და თანადგომის მისაღწევად. აი ჭეშმარიტი მეუღლეობა, როდესაც ცოლი და ქმარი ერთმანეთთან მხოლოდ ბედნიერებას კი არ იყოფენ, არამედ საფრთხესაც. ეს გულწრფელი სიყვარულის ნიშანია. ეს ყველაზე მართალი მეგობრობის წინდია. მეფეს ისი არ განადიდებს დიადემა, მის თავს რომ ამკობს, როგორც სარა განადიდა და აამაღლა იმ მორჩილებამ, რომლითაც ქმრის რჩევა შეიწყნარა. ვინც დაფიქრდება, როგორ არ გააოცებს მისი მორჩილება. ვინ შეძლებს ჯეროვნად შეაქოს იგი, როდესაც ესოდენ უმანკო, ესოდენ ხანდაზმული ქალი მზად იყო. მრუშობის ცოდვაში ჩაედგა ფეხი, ბარბაროსებთან თანაცხოვრება ეტვირთა, ოღონდაც ამით მართალი გადაერჩინა. მაგრამ მცირედ შეიცადე და ღვთის განგებულების სიბრძნეს იხილავ. ღმერთი იმის გამოც ითმენდა ესოდენ დიდხანს, რომ მართალიც მეტად განედიდებინა. და ეგვიპტეში მომხდარი ამბებით მარტო ეგვიპტელებისთვის კი არა, პალესტინის მოსახლეობისთვისაც ეჩვენებინა, როგორ უყვარდა პატრიარქი ყოველთა უფალს. ასე მოხდა, ნათქვამია, როცა ჩავიდა აბრამი ეგვიპტეში, დაინახეს ეგვიპტელებმა, რომ ძალიან ლამაზი იყო მისი ცოლი. დაინახეს იგი ფარაონის დიდებულებმა და შეუქეს ფარაონს და წაიყვანეს ქალი ფარაონის სახლში. ხოლო აბრამს კარგად მოეპყნენ მის გამო. აბრამს ყავდა ცხვარძროხა, სახედრები, ყმები და მხევლები და ჯორები და აქლემები. ნახე, მართლაც როგორ ახდა ყველაფერი, რისაც ეშინოდა მართალს. როგორც კი ის ეგვიპტეში მივიდა, დაინახეს ეგვიპტელებმა, რომ ძალიან ლამაზი იყო. თანაც არა უბრალოდ ლამაზი, არამედ ყველასთვის უკიდურესად მიმზიდველი, იმდენად რომ ვინც კი ხედავდა, ყველა აქებდა. დაინახეს იგი ფარაონის დიდებულებმა და შეუქეს ფარაონს. უყურადღებოთ ნუ აუვლი გვერდს ამ სიტყვებს, საყვარელო. უნდა გაკვირვებდეს, რომ ეგვიპტელები თავს არ დაესხნენ ქალს, როგორც მათ მიწაზე მისულ უცხოელს, არ შეურაცხყვეს ის და მისი ქმარი, არამედ მეფესთან მივიდნენ და უთხრეს მასზე. ეს იმიტომ მოხდა, რომ თავად საქმე გახმაურებულიყო, როდესაც ღვთის მსჯავრი უბრალო ადამიანებზე კი არა, თავად ფარაონზე გაცხადდებოდა. წაიყვანეს ქალი ფარაონის სახლში. მაშინვე დააშორეს ცოლი მართალს და ფარაონთან მიიყვანეს. შეხედეთ ღვთის მოთმინებას. უფალი ამ დროს, ანუ დასაწყისშივე კი არა აშკარავებს თავის განგებას, არამედ უშვებს ყველაფერს, რაც მოსახდენია. თვით ქალსაც პირდაპირ მხეცის ყბაში ახვედრებს და მხოლოდ ამის შემდეგ ავლენს თავის ძლიერებას. წაიყვანეს ქალი ფარაონის სახლში. რას გრძნობდა ამ დროს ქალის სული? როგორ შფოთავდა მისი გონება? რა ტალღები იძროდა? როგორ მოხდა, რომ არ დაიმსხვრა და კლდესავით შეუძრელად იყო მაღლით შეწევნის მომლოდინე?
ან ქალზე რას ვამბობ? რა ხდებოდა მართლის სულში მაშინ, მისი ცოლი ფარაონის სახლში რომ მიჰყავდათ? და აბრამს კარგად მოეპყნენ მის გამო, როგორც მის ძმას, და ჰყავდა აბრამს ცხვარძროხა, სახედრები, ყმები და მხევლები და ჯორები და აქლემები. მაგრამ ეს ყველაფერი კეთილი და სასიამოვნო ცხოვრებისათვის მისთვის მიცემული, როგორც ცეცხლს აღაგზნებდა მის გულში. ამ საჩუქრების მიზეზებზე ფიქრმა, როგორ არ დაფერფლა მისი გონება და არ დასწვა მისი გული. ხედავ, მისმა უბედურებამ როგორ მიაღწია უკიდურეს საზღვარს. ხედავ, კაცობრივი გათვლით, როგორ აღარ დარჩა არაფერი, რაც სამომავლოდ სიკეთეს მოასწავებდა. ხედავ, ადამიანურად თუ გამსჯით, რაოდენ უსასოო იყო მდგომარეობა. ხედავ, როგორ ჩავარდა მისი სული მხეცის კლანჭებში. ახლა შეხედე ღვთის გამოუთქმელ კაცთმოყვარებას და გაგაოცოს მისი ძალის უსაზღურო დიდებულებამ. დიდად შეაჭირვა, ნათქვამია, დიდი განსაცდელებით და ბოროტებით უფალმა ფარაონი და მისი სახლი აბრამის ცოლის სარას გამო. რას ნიშნავს შეაჭირვა? ნიშნავს დასაჯა კადნიერებისა და ბოროტი თავდასხმის გამო. უბრალოდ კი არ დაისაჯა მეფე, არამედ დიდი განსაცდელებით და ბოროტებით. რადგანაც არა უმნიშვნელო, უკიდურესად დიდი იყო მისი დანაშაული და სასჯელიც დიდი. და მისი სახლი, ნათქვამია, ანუ დასაჯა არა მხოლოდ თავად იგი, არამედ მისი სახლიც. და რატომ მოხდა ასე, რომ მეფის დანაშაულის გამო მარტო თავად კი არ დაისაჯა, არამედ მთელი მისი სახლიც? ეს უმიზნოდ კი არ ხდება, არამედ იმისათვის, რომ მეფე ძლიერ შეძრწუნდეს. ძალიან მძიმე ელდა იყო საჭირო, რომ მისით მოწყულს ურჯულო საქციელი შეეწყვიტა. მაგრამ შენი ტყვი, მითხარი, განა ერთის გამო ყველას დასჯა სამართლიანიაო? ხო, მაგრამ დანარჩენები მარტო მის გამო კი არ დაისაჯნენ, არამედ იმიტომ, რომ ისინიც თანამონაწილეობდნენ და ეხმარებოდნენ განზრახვის შესრულებაში. ხომ გესმის, რას ამბობს ზემოთ წერილი? დაინახეს იგი ფარაონის დიდებულებმა და შეუქეს ფარაონს და წაიყვანეს ქალი ფარაონის სახლში. ხედავ, როგორ მოექცნენ ისინი მართლის ცოლს მეფის გულის მოსაგებად. ამიტომაც მხოლოდ ერთი კი არ დაისჯება, არამედ მის ახლობლებსაც ეწევათ სასჯელი, რათა შეიცნონ, რომ უბრალო ყარიბს კი არ აწყენინეს, არამედ არაჩვეულებრივ ადამიანს, ღვთისგან შეყვარებულ კაცს, რომელსაც უფალი მფარველობს. აი, რატომაა რომ ღმერთმა ესოდენ მკაცრი სასჯელით მოწყლა მეფის სული, ბილწცოდვას განაშორა ის, გაანადგურა მისი დაუოკებელი ნები, შებოჭა მისი შეუკავებელი ვნება, ალაგმა მძვინვარე სურვილი. და ნახე, ამის შემდეგ რა სიმშვიდით ესაუბრება მეფემ წირს, მბრძანებელი, უსახლკარო ყარიბს, რომლისთვის ცოლის წართმევა თავად გაბედა. და კარგად არის ნათქვამი. დიდად შეაჭირვა დიდი განსაცდელებით და ბოროტებით უფალმა ფარაონი და მისი სახლი აბრამის ცოლის სარას გამო. სასჯელი მიახვედრებს ფარაონს, რომ სარა მართლის ცოლია და მართლაც მართალია ქალი ფარაონის სახლში მიიყვანეს, მაგრამ იგი აბრაამის ცოლად რჩებოდა. მაშინ ნათქვამია დაიბარა ფარაონმა აბრამი და უთხრა: ეს რა მიყავი? ნახეთ, რა სიტყვებს წარმოთქვამს მეფე. ეს რა მიყავი? ამბობს იგი. მე შენ გიყავ რამე? მე მწირმა, ყველასთვის უცნობმა, აქ შიმშილმა რომ მომიყვანა შენ, მეფეს მბრძანებელს, ეგვიპტის მმართველს, გიყავ რაიმე? შენ წამართვით ცოლი როგორც მწირს, შეურაცხავ და არად ჩამაგდე, არარაობად მაქციე. შენ სრულად დაგიპყრობ ნებამ და მხოლოდ შენი სურვილის ასრულება გსურდა. ეს რა მიყავი? ამბობს მეფე, რატომ არ გამიმხილე? შენი ცოლი თუ იყო ეს ქალი. დიდი და საშინელი საქმე დამართე, ნახე როგორი ცვლილებაა. მეფე უბრალო ადამიანს ეუბნება. ეს რა მიყავი? შენ, ამბობს იგი, ჩემ წინააღმდეგ აამხედრე ღმერთი, მისი რისხვა დამატეხე თავს. სასჯელის ღირსად მყავ. შენი შეურაცხყოფის გამო მთელ ჩემს სახლეულთან ერთად დავისჯე. ეს რა მიყავი, რატომ არ გამიმხილე? შენი ცოლი თუ იყო ეს ქალი. რატომ თქვი, ჩემი და არისო? მე ის მიმყავდა როგორც შენი და, მაგრამ საიდან შეიტყვე, რომ იგი მართლის და არ არის? ამ უკანონობისათვის, ვინც საზღაურს მიაგებს, მან შემატყობინა. ეს რა მიყავი, რატომ არ გამიმხილე? შენი ცოლი თუ იყო ეს ქალი. რატომ თქვი, ჩემი და არისო? მე კი მის ცოლად შერთვას ვაპირებდი. ცოდვის ქმნას ვაპირებდი, ეს იმის გამო გადავწყვიტე, რომ შენი და მეგონა. ნახე, რა მძიმე სასჯელი მოეწია მის სულს. იგი უბოდიშებს კიდეც მართალს და პატივისცემასაც გამოხატავს მისდამი. ცხადია, ღვთის ძალას რომ არ მოელბო მისი გული და მასში შიში არ ჩაენერგა, მაშინ იმის მოლოდინი უნდა გქონოდა, რომ იგი რისხვით აღიძროდა და მართალს ტყუილისთვის დასჯიდა, სასტიკად გაუსწორდებოდა და ყოველგვარ უბედურებას მიაგებდა. მაგრამ მას მსგავსიც არაფერი უქნია. მოუბოდიშა კიდეც. სასჯელის შიშმა რისხვა დაუცხრო და მხოლოდ იმას ცდილობდა, რომ ეამებინა მართლისთვის. იგი მიხვდა, რომ შეუძლებელია იგი, ვისაც ზეცა აკურთხებს, უბრალო ადამიანი იყოს. აჰა, შენი ცოლი, წაიყვანე და წადი. ახლა, როდესაც გავიგე, რომ ის შენი ცოლია და არა და, წაიყვანე იგი. მე არაფერი მივნია თქვენ ცოლქმრული ცხოვრებისათვის და არც ცოლი წამირთმევია შენთვის, ასე რომ, აჰა, შენი ცოლი, წაიყვანე და წადი. რომელი გონება შეძლებს, რომ ჯეროვნად განაცვიფროს ამ მოვლენამ? ან რომელი ენა გამოთქვამს ამ სასწაულს? სილამაზით გაბრწყინებული ქალი, მსხვერპლად რომ შესწირეს ეგვიპტელებს, მეფეს, მბრძანებელს, ვნებიან და აულაგმავ ადამიანს, ხელშეუხებელი გამოდის ისე, რომ მის სიწმინდეს არაფერი ევნება.
ასეთია ყოველთვის როგორც ადრეც მithქვამს განგებულება ღვთისა, ის სასწაულებრივი და არაჩვეულებრივია. როდესაც ადამიანები თავიანთ საქმეებთან მიმართებაში უკვე ყოველგვარი მეც კარგავენ, სწორედ მაშინ ღმერთი ყველას წინაშე თავის დაუძლებელ ძლიერებას გამოვლენს ხოლმე. მართლაც, საკვირველი და არაჩვეულებრივი იყო ხილვამხეცებს შორის მოხვედრილი ამ სანატრელი კაცისა, ვერაფერი რომ ავნეს და ისე დააღწია თავი, თითქოს ცხვრებს შორის იყო. შეხედეს სამყრმასაც, როგორ ვიდოდნენ ისინი ბრძმეთში, როგორც მდელოსა და ბაღში, ცეცხლი ვერაფერს უშავებდა და უნებლად გამოვიდნენ იქიდან. სწორედ ამგვარადვე საკვირველია ამჟამინდელი მოვლენაც, ის რომ მართლის ცოლს უწმინდურება არ შეხებია და ეგვიპტეს მეფეს ამ აულაგმან ბრძანებელს გადაურჩა. ყოველივე ეს ღმერთმა მოიმოქმედა, რომელიც გაუვალ ადგილებში გამოაჩენს გზას და ყველაზე უიმედო ვითარებაში კეთილ იმედს ნერგავს. აჰა, შენი ცოლი, წაიყვანე და წადი. ანუ ნუ იფიქრებ, რომ ჩვენგან შეურაცხყოფილი დარჩი. მართალია, უმეცრებით დაგესხით თავს, მაგრამ უკვე შევიტყვეთ რა დამცველიც ყოლია. თავს დატეხილმა ღვთის რისხვამ გვასწავალა, შენზე როგორ ზრუნავს ყოველთა ღმერთი, ამიტომ წაიყვანი შენი ცოლი და წადი. ბოლოს მართალი უკვე საშიში შეიქმნა მათთვის, ამიტომაც ცდილობენ პატივისცემით გააცილონ იგი და ამ მისდამი პატივისცემის გამოვლინებით მისი ღმერთის გული მოიგონ. ხედავ საყვარელო, რამდენი სიკეთე მოაქვს მოთმინებას. აქ გაიხსენე ის სიტყვები პატრიარქმა ეგვიპტესთან მიახლოებისას რომ თქვა. თქვი, მისი და ვარო, რათა კარგად მომეპყრან შენი გულისთვის და შენი წყალობით გადარჩეს სული ჩემი. და ამ სიტყვებს რომ გაიხსენებ, მერე დააკვირდი იმას, რაც ხდება და გაგაოცებს მართლის მოთმინება და ღვთის კაცთმოყვარების ძალა, შიშითა და ელდით მისული მართალი ესოდენი დიდებით მოსილი რომ გამოიყვანა ეგვიპტიდან. უბრძანა ფარაონმა თავის ხალხს, ნათქვამია, და მათაც გაამგზავრეს იგი მისი ცოლითა და მთელი მისი ქონებით. მართალი დიდი პატივით მოსილი და ქონებით სავსე მიდის ეგვიპტიდან. და მის თავს გადამხდარი ამბავი შეგონებათ ექცევა არა მხოლოდ ეგვიპტეს, არამედ ყველა დასახლებას, სადაც გავლა უწევს და პალესტინასაც. მართლაც ვინც ნახა შიმშილის იძულებული, რაგვარი შიშითა და თრთოლვით მოცული მიდიოდა იგი ეგვიპტისაკენ. ახლა კი ამგვარი დიდებით, სიუხვითა და სიმდიდრით ბრუნდება უკან. ყველამ შეიცნო მისდამი გამოვლენილი საღვთო განგებულების ძალა. აქამდე ვის უხილავს და სმენია რამე ამდაგვარი? ის ეგვიპტეში შიმშილისაგან თავის დასახსნელად წავიდა და იქიდან სიმდიდრითა და გამოუთქმელი პატივით დაბრუნდა. საყვარელო, ნუ გაგაკვირვებს და გაგაოცებს ეს ყველაფერი, მხოლოდ ჩვენი ყოველთა უფლის ძლიერებაა გასაოცარი და გასაკვირი. კვლავაც ნახავ, რომ ამ პატრიარქის თამამავლობა ასევე შიმშილით აღძრული შევა ეგვიპტეში და იქიდან ხანგრძლივი მონობისა და უბედურების შემდეგ უდიდესი სიმდიდრით დაბრუნდება. ასეთი ყოვლადბრძენია ჩვენი მეუფე. თავდაპირველად იგი განსაცდელთა გაძლიერებას უკიდურესობამდე მიუშვებს, შემდეგ კი განყრის ქარიშხალს, სიჩუმესა და უდიდეს ცვლილებებს დაასადგურებს იმის სურვილით, რომ სწორედ ამით გვიჩვენოს თავისი ძალის სიდიადე. წავიდნენ აბრამი და მისი ცოლი ეგვიპტიდან მთელი ქონებითა და ლოთის თანხლებით უდაბნოში. კარგად მიესადაგება ამ მართალს სიტყვები ნეტარმა დავითმა ბაბილონის ტყვეობიდან დაბრუნების შესახებ რომ ამოთქვა, რომელნის თესვიდან ცრემლით მათ სიხარულით მოიმკონ. მისვლით მივიდოდეს და ტიროდეს, რომელნის თესვიდეს თესლსა მათსა. ხედავ, როგორი შფოთითა და შიშით იყო სავსე მგზავრობა და სიკვდილის შიშიც კი ახლდა მასთან. და ახლაც ნახე, რაგვარი დიდებითა და პატივითაა ახსავსე დაბრუნება. ბოლოს და ბოლოს რაოდენ პატივდებული ხდება მართალი ეგვიპტისა და პალესტინის მოსახლეობისგან. და ვინ არ მიაგებდა პატივს ადამიანს, რომელსაც ასე იფარავს ღმერთი და რომელზეც ასე ზრუნავს. ყველა მიცოდა, რაც ფარაონსა და მის სახლს შეემთხვა. ასე რომ ყველაფერი ეს იმისთვის დაიშვა და მართლის განსაცდელი ამ ზომამდე იმისთვის გამრავლდა, რომ მისი მოთმინებაც გამოაშკარავებულიყო და მისი საქმეები მთელ ქვეყანაზე გახმაურებულიყო, აღარავინ დარჩენილიყო ისეთი, ვისთვისაც დაფარული იქნებოდა მისი სათნოებანი. ხედავთ საყვარელნო, რა სასიკეთოა განსაცდელები. ხედავთ, რაოდენ დიდია მოთმინების ჯილდო. ხედავთ ცოლსა და ქმარს, ორ მოხუცებულს, რაგვარი სიბრძნე გამოიჩინეს, რაგვარი ვაჟკაცობა, რაგვარი ურთიერთკავშირი სიყვარულის, რაგვარი თანხმობა. მათ მივბაძოთ და არასოდეს მოგვიწევს რტვინვა და ფიქრი იმისა, რომ რაკიღა განსაცდელს გვიგზავნის, ეს იმას ნიშნავს, რომ ღმერთმა დაგვტოვა და არ ზრუნავს ჩვენზე. პირიქით, განსაცდელი ღვთის უდიდესი ზრუნვის ნიშნად უნდა ჩავთვალოთ. და მართლაც, თუ კი ცოდვებით ვართ დამძიმებულნი, განსაცდელისას გამოვლენილი მოთმინებითა და შემწყნარებლობით ამ ტვირთის შემსუბუქება შეგვიძლია. ხოლო თუ ცოდვები მრავლად არ გვაქვს, განსაცდელთა დათმენით მაღლით გარდამოვლენილ დიდ წყალობას დავიმსახურებთ. უხვი და ჩვენს ცხონებაზე მზრუნველია მეუფე ჩვენი, განსაცდელებით თითქოს და განსასწავლად გვიწევს როგორც რაღაც სასწავლებელში ბრძოლის ასპარეზზე, რათა ჩვენ რაც შეგვიძლია ყველაფერი გავაკეთოთ და ამით მის გულმოწყალე განგებას მივწვდეთ. რაკიღა ეს ვიცით განსაცდელში ნუ მოვდუნდებით და მწუხარებისას რტვინვას ნუ მოვყვებით. პირიქით, კიდევ უფრო მეტად ვხარობდეთ ნეტარი პავლეს მსგავსად, რომელიც ამბობს: აწ მიხარისვნებათა მათ შინა. ხედავ კეთილ შემწყნარებელ სულს, თუ კი მწუხარება სიხარულს გვრიდა, მაშინ როდისღა მწუხარებდა. თუ კი ის რაც სხვებს ამწუხრებს, მაშინ სიხარულს ბადებდა, მაშინ ფიქრე, რაგვარი სულიერი მდგომარეობა უნდა ჰქონოდა.
იმისათვის რომ დარწმუნდე. ჩვენ აღთქმულ სიკეთეს ვერ მივიღებთ და ცათა სასუფეველს ვერ ვეღირსებით, თუ ამ ქვეყნად ტანჯვის გზით არ ვივლით. უსმინე, რას ამბობენ მოციქულები ახლად მოქცეულებზე. დაიმოწაფნეს მრავალნი, ნათქვამია, და მივიდეს ლუსტრად და იკონიად და ანტიოქიად, და განამტკიცებდეს სულ სამოწაფეთასა და ხლოცვიდეს მათ, რაითა მტკიცებდნენ სარწმუნოებასა ზედა და ვითარმედ. მრავლითა ჭირითა ჯერარს ჩვენ და შესვლა ის სასუფეველსა ღმრთისასა. თავს როგორ გავიმართლებთ თუ არ გსურს, დიდ სულოვნებით, ვაჟკაცობითა და მადლიერებით გადავიტანოთ თავს მოწეული უბედურება. როდესაც ვიცით, რომ ამ გზის გარდა სულის ხსნის სხვა გზა არ არსებობს, ან უცნაური და ახალი რაა ამაში, როდესაც ყველა მართალმა ამ ქვეყნიური ცხოვრება ტანჯვის გზით განვლო, ყური მიუგდე ქრისტეს, რომელიც ამბობს: სოფელსა ამას ჭირი გაქვს, არამედ ნუ გეშინინ. ამის მოსმენას გული რომ არ გაეტეხა, სწრაფლ გაამხნევა და დახმარება აღუთქვა. ნუ გეშინინ, ამბობს, მე მიძლევი ეს სოფელსა. ყავ შენ იგი, ამბობს უფალი, ვინც შენს მწუხარებას შეამსუბუქებს, ვინც განსაცდელის ტვირთქვეშ შენს სიკვდილს არ დაუშვებს, ვინც განსაცდელებს შეგიმსუბუქებს და ჩვენს ძალაზე უმეტეს უბედურებას არ მოგვაწევს. რად დამწუხრდი, რად დარდობ, რად დრტვინავ, რად სულ მოკლევ. განა მიგვატოვებს იგი, თუ კი ჩვენ ყველაფერს ვიზამთ, თუ მოთმინებას, სიმტკიცესა და მადლიერებას გამოვავლენთ, განა რამენაირი ვითარება, თუნდაც ყველაზე უიმედო, აღემატება ჩვენი უფლის სიბრძნეს, ჩვენ რაც გვევალება, მხოლოდ ის უნდა შევასრულოთ. ჩვენ სულ თამზრუნველი სიბრძნეზე უნდა დავამყაროთ წრფელი რწმენა და იმედი. იგი კი, რადგანაც ჩვენთვის უმჯობესი ჩვენზე უკეთ უწყის, ყველაფერს ისე მოაწყობს, როგორც თავად იცის და ჩვენთვის უკეთესია, რათა მოთმინების ჯილდო მივიღოთ და მისი სიყვარულის ღირსი შევიქმნათ, მადლითა და უხვებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს მამისა და სულისა წმიდისა თანა დიდება და უფლება, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.